შაშან ამ დროს უბედნიერესი დღე მქონდა. აქ იყო მე და ირმამ ლამაზი საღამო გავაკეთეთ. გოგოები გაგიჟებულები იყვნენ, ჯგუფში ახალი მოსულები იყვნენ და ისე ამონეს, მსგავსი არაფერი მოგვისმენიაო, გაგიჟებულები წავიდნენ. მე წარმოვიდგენდი, რომ დღეს ირმას გარეშე რამეს ვიტყოდით საერთოდ მის პოეზიაზე. რა აქ არ არის და მის ლექსებს გვინდა რომ მოვეფეროთ დღეს მეგობრები. ძალიან რთულია ჩვენთვის ირმას პოეზიაზე, ირმას გარეშე საუბარი. უბრალოდ ვბედავთ მე და ნინო. უბრალოდ გავბედავთ და რაღაცა ერთ-ორ სიტყვას ვიტყვით მის გარეშე. მისი სულისგან კი ავიღეთ უფლება. გუშინ მიჯექინელი დაიდა და არ ვიცოდი რითი დამეწყო რა გამეკეთებინა. მე და ირმა ვჯდებოდით ხოლმე და მონახას ვაკეთებდით. ხო და ვფიქრობდი აზიარავა რა გავაკეთო, რომელი ლექსებია, ან საერთოდ რაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ ირმა მაძლევდა მაგის საშუალებას რაღაცა ლექსზე მეტყოდა ხოლმე ამაზე დამელაპარაკე კითხვები და ამაში და ვცდილობდი რომ რაღაც ლექსები მომეძებნა და უცებ შევამჩნია აი ეს დანიშნული. და ასე მე არ ვიცი დანიშნა წიგნში არაფრის, ირმას ჩანიშნულია. და მე მივხვდი ვიფიქრე რომ სადაც ჩანიშნულია იმ ლექსებზე გადავშლი და რაც არის იმას წავიკითხავ და რაღაცა ჩვენთვის რაღაც შეფასებას მივცემთ, იმიტომ კი არა რომ ირმას ლექსებს რაიმე შეფასება სჭირდება. მე ყოველთვის ამას ვამბობდი, აი იმ მომენტიდან, რაც აი ეს წიგნი ხელში დავჭირე 14 ნოემბერს, პირველად რომ ირმამ ეს მომიტანა, გადმომცა და იმ ღამეს სახლში მივედი, გადავშალე. და ეს ლექსები რომ წავიკითხე, არ ვიცი, აი ზედ მაგნიტი რომ მიგიზიდავს და მიეჯაჭვები, აი ესე მიქნა ამ წიგნმა, მისმა პოეზიამ. ისე წავიდა, რომ საქართველომ ვერ გაიგო, რომ ასეთი პოეტი ყავდა. და ერთი ლექსი აქვს მიძღვნილი დღეს ნინო წაიკითხავს, ძალიან უყვარს ნინოს ის ლექსი. ემილი დიკენსონს პოეზიასთან აქვს რაღაც დაკავშირებული და ესეც იყო ამერიკელი პოეტი, რომელიც თავის დროზე არც გამოუქვეყნებია, სანამ ცოცხალი იყო თავის პოეზია და არც არავინ არ იცოდა, რომ საერთოდ ის არსებობდა. სამაგიეროდ მე-21 საუკუნეში ერთ-ერთი წამყვანი და პოპულარული პოეტია ამერიკაში და მთელ მსოფლიოში და ვერ ვიტყვი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა მეთქი იქ არ ვიქნები. მაგრამ მოვა დრო და საქართველო მიხვდება გამხელა პოეტი დააბიჯებდა თბილისში. ხო. ციმიტიავს ხო ანთოლოგია. ხო. გამოდის ციგნი. ბიოგრაფია უნდა დაუწერო. 15 გვერდი იმ ალბომში იქნება ირმას ყველაფერი. რაც კი ჩაეთ. ძალიან კარგი, მიხარია. ხო. ნინო, რამეც დავიწყოთ. ირმა აქ არ არის, რომ ჩავეყუტოთ და მოვეფეროთ და მის ლექსებს მოვეფერებით მეტი არ ვიცი რა გავაკეთოთ. ამისთვისაც მადლობელი ვარ და ყველაფრისთვის მადლობელი. ჩვენ ვართ მადლობელი, რომ ირმა მოიყვანეთ ამ ქვეყანაზე და ჩვენი მეგობარია. ეგ არა თქვათ რა. რამდენ სიყვარული დააკლდებოდა სამყაროს ირმა არ ყოფილიყო. მაგაზე იფიქრეთ. მე დავიწყო ირმა. ეს რა ქვია ნინო. დაიწყე და მე. ირმა თავის თავს ხო იცი ვიზიონერი პოეტი ქალი ვარ, ხო. მე კიდე ვეუბნებდი ხა, შენ მისტიკოსი პოეტი ქალი ხარ, სულ ხმალაობდით ხოლმე და განსაკუთრებით ბოლო წლების ლექსები ბოლო წლებში რაც შექმნა, ხო, მართლა იმდენად მისტიური იყო და განსაკუთრებულად მის პოეზიაში ფიქსირდებოდა, რა შეიძლება
აი ამ წამის მარადიულობას აფიქსირებდა. და ისედაც როგორი მასშტაბური ადამიანი იყო, ძალიან უდიდესი მსოფლმხედველობა ჰქონდა და ძალიან დიდი მასშტაბის პოეტი იყო ირმა თხინვალელი. იცით რა შვებოდა, აი რაღაცა პირველ ქმნილიდან დაიწყებდა, როგორც უფორმო, არაყოფიერი, არამატერიალიზებული. მერე რაღაცა სცენას შექმნიდა, იმ სცენიდან სხვა ეპოქაში გადავიდო და სხვა სცენით. შეიძლება 9 დაეკავშირებინა ერთმანეთთან. აი ერთ ქალს ჰეკატეს, არ ვიცი, დიკინსონთან ისე დააკავშირებდა, რომ ვერ იტყოდი, რომ ამოვარდნილი იყო და არ უნდა ყოფილიყო. ანუ ყველა ქალი ერთი ქალი იყო, ყველა ისტორია სიცოცხლე ერთი სიცოცხლეა და ბოლოში ისევ მიდიოდა, სადაც ფორმა შლიდა და იქ ტოვებდა, სადაც აი სიტყვას ტოვებდა ხოლმე, რომ მე აქ უერთდები და მე ახალ დაბადებას ველოდები. და ესეთი ახალი დაბადება ჰქონდა ირმას თავის ცხოვრებაშიც, ისეთ მეტამორფოზებს განიცდიდა ეს ადამიანი, უნდა იცოდეთ, რომ ძალიან დიდი სულიერი განვითარება ჰქონდა და აი ყოველი საფეხურზე გადასვლა მისთვის ახლიდან დაბადება იყო და მე ახალ ლექსს და ახალ ისტორიას ქმნიდა ხოლმე და თავისი პოეზიაც ესეთი ბუნების ჰქონდა. და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ბევრ ლექსებში მაქვს დაფიქსირებული ირმა ამ ჟამზე, ამ წამზე როგორ ლაპარაკობს. და ერთი რამოდენიმე შევარჩიე და თუ არ მიწყენთ, მე ახლა ისევე წავეკითხავ ლექს, როგორც ირმა კითხულობდა თავის ლექს, მაგრამ შევეცდები არსისეულად მაინც ის მოვიტანო თქვენამდე, ვისთვისაც საინტერესო იქნება. ასეთი ლექსი აქვს ქალბატონი წამი. შენ წამს მინდა აქვს ქალბატონს. ეული და მარტოსული ქალბატონი, თოლვარე წამი. ძირშიაც კი თვალებღია, ჰაეროვანი და მარად ნორჩი, როგორც გრაცია, თავის გამოგონილ დებთან, მოფარფატე ჩრდილებთან, წარსულთან და მომავალთან, ერთად დაუსრულებად სინქრონში ცეკვავს. აქ იმდენი რამეა ნათქვამი, არც აი ადამიანს უნდა გქონდეს განცდილი, აი რა არის რეალობა. ეს უნდა გქონდეს განცდილი, იცი ობიექტურად რომ დაინახო ყველაფერი ისე როგორც არის. და იმას თავისი დებიც ყავს. მისი ანარეკლები არიან, წარსული და მომავალი, თან ბრჭყალებში აქ ორივე. ვითომ არიან, მაგრამ არ არიან. მაგრამ ის სულ ცეკვავს დაუსრულებლად სინქრონში მათთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ არ არიან. იცი ამას ხომ სჭირდება შეგრძნება, დაფიქსირება და აი ესე ვირტუალურად, აი ესეთი უნიკალურად ამისი თქმა, ხო? ეს არის საოცრება. ერთი ლექსიც არის აწყობასთან დაკავშირებით, რადგანაც დავიწყე ამასაც ვიტყვე. მოლოდინი, ოპტიკური ტყუილი. კედლის საათზე შემორჩენილ ერთადეთ ისას, დრო არსად მიჰყავს. უსასრულობას წრეებად უვლის, არავინ არ ღვავს უმკაცრეს დუმილს. მარტოდენ გული ჯიუტად ფეთქავს, აქ არწყლებს სევდას, ჩამოყრილი ვარდის ფურცელი, ნაზი სურნელით, სიმირამიდას ბაღებიდან. PS, იმ საათს სინამდვილეში ერთი კი არა, არამედ 3 ისარი ჰქონდა. ეს არის აი სხვადასხვა ეპოქი, სადაც ზის, იქიდან წერს, თავისი შინაგანი მდგომარეობიდან სემირამიდეს ბაღებამდე გავიდა, აბსოლუტურ აწყობაში რჩება მაინც, იმიტომ რომ ყველაფერი ერთდროულად ხდება. სიცოცხლე ეს ჩვენი გონებაა, რომელიც ფრაგმენტულად აღიქვავს და ირმას ლექსი ესეთი იყო. აი ესე ხო ისტორიებს ყვება, ხო? და თან ერთდროულად ხდება ყველაფერი და არავითარი საზღვრები არ არსებობს იქ. და თანაც იმ ტყუილზეც მიგანიშნებს, რომ ის თუნდაც ეგრეთ წოდებული აწყო, ესე სხვანაირად სიტყვა ვერ მოგვიძებნია, თორე ერთი ჟამი არსებობს მეტი სხვა რა და ის 3 ის არის. და ლექს როგორი სახელი ჰქვია, ოპტიკური ტყუილი. ნინა, რამე წაგვიკითხე და რამე გითხარ?
მოგესალმებით. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჩვენი ირმას ლექსების შესახებ მეძლევა საშუალება, რომ ვისაუბრო და აქ ყველა იმან გაგვაერთიანა, რომ ყველას ძალიან გვიყვარდა და ყველას ძალიან გვენაკრება ირმა. და ყველასთვის ძირფასი იყო მისი პოეზია, ასე ვფიქრობ. მე დავიწყებ ირმას დაბადებით, იმიტომ რომ აქ ვფიქრობ, რომ ყველა შემოქმედი იბადება რაღაც კონკრეტული მისიით და ამ გზას თავად სანამ აირჩევს უკვე განსაზღვრულია, რომ მან რაღაც თავისი სიტყვა უნდა თქვას, რაღაც შესაბამისი ფორმით. და ზოგადად ეს შემოქმედი ადამიანები თავიდანვე რაღაცა მისიონერული ან მისიით იბადებიან ჩემი აზრით და ამას აცნობიერებენ, ჯერ ინტუიციის დონეზე გრძნობენ და შემდეგ ხვდებიან, რომ ეს ასეა. ჩემი დასაწყისის დასაწყისი, რეალისტური ფანტასმაგორიები. ოდესღაც, სადღაც, არარსებობის ქაოსში ალბათ, ბრბამბეთის წერის მაცდურმა თვალმა, მიზანში რომ ამომიღო თუ როგორ იყო, მე არ ყოფნისთვის მომესაჯა ამ ქვეყნიური პატიმრობის 1000 წელი. შვიდად მივიღე განაჩენი, გამოვიგონე საკუთარი საპყრობილე, არ წააგავდა ის ბნელ დილექს და რომ არ მეგრძნო დახშული სივრცე, მე გავანივთე ჩაუმქრალი ვარსკვლავის ქიმზე დაკიდული, გამჭვირვალე ცხრაკლეტული. უხილავი კედლებით, სრულით, ჩემი ვენებით გამოვიკეტე შიგნიდან კარი, უჩინარი. ზედ ჩამოვკიდე 9 მძიმე კლიტე და დავრჩი სახტად, 9 გასაღების მაცდური ასხმა. უეცრად რომ ხელზე დამადნა, უკვალოდ გაქრა, მას მერე აქვარ. აი, როგორც წეღან თქვი, რომ თითქოს სანამ თავად მიხვდება რისთვისაც არის დაბადებული, თავად გზავნიან ამისთვის, აი ასე მესმის მე რომ და ამ ქვეყნიური შემოქმედი ადამიანებისთვის ყველაზე რთულია ჩარჩოების დაწესება, რაღაც დროსა და სივრცეში გამოკეტვა. ამიტომაც თითქოს ამ ქვეყნიური ცხოვრება მისთვის პატიმრობა და არა მისი ცხოვრების წლები რამდენი წლის განმავლობაში ფიზიკურად იცოცხლა, არამედ 1000 წელი და 1000 წლეულობით, იმიტომ რომ როგორც ხათუნამ წეღან აღნიშნა, დროის საზღვრები არ აქვთ პოეტებს და განსაკუთრებით ირმას პოეზია არის ამის საუკეთესო მაგალითი, რომ აქ დრო არის მარადისობის ერთი წვეთი და თან არის უსაზღვრო და უსაბამო და ყველაფერი ერთდროულად ხდება, ესე იგი მითოსური აწმყოა, მითოსური დრო არის და არა დროის ჩარჩოებში მოქცეული. და ერთ რამესაც, რასაც ვიტყოდი ამ ლექსზე, თითქოს თავად ავტორი და ზოგადად შემოქმედი ადამიანის ხვედრი ასე მგონია, რომ ეს არის, რომ რადგან ვერ ეგუება იმ პროფანულ ამ ქვეყნიურ ყოფის დასაზღვრულობას და მიელთვის უსაზღვროებისკენ, მუდმივად ცდილობს თავისი თავისუფლება იპოვოს სადღაც და ეს თავისუფლება არის ის შემოქმედებითი ნაკადი, ის პოეზია, რაშიც ავტორმა გაცნობიერებისთანავე, ხო, როდესაც ჯერ არ კითხეს ისე დაიბადა, მოესაჯა, ხო, მიზანში ამოიღეს და შემდეგ, როდესაც თავად გააცნობიერა ეს, რისთვისაც არის დაბადებული, იპოვა თავისი თავისუფალი სივრცე და ეს არის მისი პოეზია. ამიტომაც გამოიკეტა შიგნიდან კარი და დარჩა ეს ცხოვრება შექმნა. ასე მესმის მე ეს ლექსი. რომელიც არ წააგავს ბნელ დილექს, მიუხედავად თავისი სამყაროს შაკეტილებისა, ეს რაღაცა კარცერ ლუქსის მსგავს. ხო, შემოკარგო. მე ორი ლექსია, მაგრამ მომაშორეთ სხვისი ფრაზები, ამარიდეთ სხვისი განცდები. წელში გადამტეხს აბა ამდენი გათავხედებულ აზრთა ბანდები. ირმა სხვისი აზრები მართლა არ ჭირდებოდა, ხო, და არც სხვისი განცდები. ეშვით დაცლილი ოკეანის ფსკერს ვაკვირდები და დაცურავენ გადაღლილი ცელქი თითები, ხავს მოდებული მარგალიტებით გადაჭედილ სულის რიფებში. ძალიან ბევრი ეხლა რაღაცა საოცარი მეტაფორებს იყენებდა ხოლმე. და მე რატომ ვეძახდი მისტიკოს, აი ისეთ თემებს შლიდა ხშირ შემთხვევაში, რომ დაწერდა, მე იგებდა ხოლმე თავის სიმიდან, რა ქვია, ლექსიდან. აი მაგალითად ერთხელ მოვიდა და რაღაც სატურნზე ჰქონდა რაღაც დაწერილი, რომელიც დროის გამგებელია და სულ არ იცოდა, რომ დროის გამგებელი იყო და სატურნი ქმნის დროს, ისმის ეგ პლანეტა. ძალიან ბევრი რაღაც, ეხლა აქაც რაც ნინომ წაიკითხა, ხო, აბსოლუტურად გეთანხმები, ნინო,
ხოც როგორი თავისუფალი სული ჰქონდა და იცი ეხლა მატერიაში სადაც ფორმა და სიტყვა არსებობს და რაღაცა გარკვეული შეზღუდვები აქ თავისუფლება არ არსებობს თავისი აბსოლუტური გაგებით მისი თავისუფლება აი ზუსტად ამ ლექსში იყო რომ საზღვრებს არ ყვევდა და ერთდროულად ყველგან იყო დაბადებულიც და უბადებელი სანამ დაიბადებოდა იქ რა ემბრიონში იყო და ასე შემდეგ და მისი აი აქ ბოლომდის თავისუფალი იყო ტკივილის გამოხატვაც შეეძლო და აბსოლუტური თავისუფლებაც და იმისი დაანახებაც რატომ იყო ეს ტკივილი აუცილებელი იმისთვის რომ იმ რეალობაში გაეღვიძა და იმ ჭეშმარიტებისკენ წასულიყო და იმისი ფლობა შეძლებოდა ეს ლექსი წავიკითხავ ძალიან პატარაა და მიყვარს ძალიან თვით საკუთარი არარსებობით არსებობას ბედავს უხილავი სული გრძნეული და წამისადმი სავსეა ტრფობით ზედრო მადნება თავის სუნთქვაში განივთებული მყიფე სხეული ანუ სული თავისი არარსებობით როცა დაისაზღვრება და უკვე ფორმას მიიღებს თავის მყიფე სხეულს ხო თითქოს არარსებულია იმაზე დავაწყიმიდი სული არსებობს თუ არ არსებობს თავისი არარსებობით არსებობას ბედავს უხილავი სული განივთებული სხეულით ნუ აი არ ვიცი ამაზე კარგად თუ შეიძლება რომ ისეთი სიმართლე თქვას ეს ეზოთერული რაღაც არის ეს მეტაფიზიკაა ეს არ არის რაც ახლა ამაზე შეიძლება ფუნდამენტური რელიგია შემოგედაოს და აბსოლუტურად მასაკნას რა ქვია შეგეწინააღმდეგოს თუმცა ფილოსოფოსი იყო პროფესიითაც სულითაც ფილოსოფოსი იყო და ფილოსოფიის მიღმაც გადიოდა ხოლმე თავისი მსოფლმხედველობით და თავისუფლებით პოეზიაში და აი უკვე სულიერების ისეთ ხარისხს აღწევდა ირმა სადაც ელემენტარულ ჭეშმარიტებას ობიექტურად აფასებდა და სიტყვებით გადმოქონდა რამდენადაც ეს შეიძლება რომ ადამიანმა გააკეთოს სიტყვებით აი ამისთვის არ ვიცი ყოველთვის თავს ვუხრი და ყოველთვის ვამბობდი ბრავო ირმა საოცრება ხარ შემოქმედ ადამიანებს რადგან არ ყოფნით ამ ქვეყნიური სივრცე ამიტომაც შემოქმედი ადამიანები მიისწრაფიან რაღაც მიღმიურისკენ. ამიტომ ყველა შემოქმედს აქვს იმ მიღმიურთან კავშირი, საიდანაც ჩამოაქვს მუზის სახით ეს და იბადებს ან ლექსს, ან რაღაცა ფერწერულ ნამუშევარს სულ ერთია, ხო? ამიტომ მათ აქვთ ერთმანეთთან რაღაც განსაკუთრებული სულიერი ნათესაობა და ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში განსაკუთრებულად უჭირთ იმ მარტოობის გაცნობიერება და ობლობის ზიდვა, ასე ვთქვათ, რასაც ქვია სულიერი მონათესავის ვერპოვნა. ამიტომ გადავწყვიტე წავიკითხო ის ლექსი, რომელზეც ვფიქრობ, რომ ზოგადად რა არის პოეტობა, როგორ ესმის ავტორს პოეტობა, ამაზე დაგვაფიქრებს ჩემი აზრით და ეს კავშირი იმ საწყისთან რაღაც იტევს ყველაფერს, საიდანაც ჩამოაქვს შემდეგ ფორმაში ჩასული, ფორმად მიღებული თავისი ფორმად ქცეული ლექსები. ჩვენ პოეტები შეშლილი სახით დავხეტიალობთ ძილშიც და ცხადშიც, მარადიული განმეორების სამფლობელოში, ეფემერულ ლანდშაფტებს ხილულსა და უხილავს შორის და ცალ-ცალკე მარტო დავეძებთ ზეცაშიც და უბსკრულის ფსკერზეც საერთო საწყისს და ფესვებს. უსასრულო სივრცეების გადაკვეთაზე ჩვენს ქმედებებს უცნაური ძალა განაგებს, თვალდახუჭული ვემორჩილებით და გავდივართ უწვრილეს ზღვარზე. თითქოს საერთოდ არ ვსახლობთ დროში და არ ვიცნობთ მიწიერ საზღვრებს, მაგრამ ვემსგავსებით, რა ჩვენი მიზიდულობის ძალით ძლიერ სტიქიებს, ქარიშხლებს თუ ქარებს, ერთმანეთს შორეთებიდან ველტვით და ვაწვდენთ უხილავ ხელებს და მაინც ჩვენი შეხვედრის ადგილებს მიწაზე ქვის უკაცრიელ ქალაქებში ვეძებთ, ელვისის სწრაფით ვამცირებთ ეპოქალურ მანძილებს, ვენარცხებით და ვარღვევთ შეუვალი ციხეების კედლებს, გამეტებით ვამსხვრევთ ბნელ პალატებში კარებს და ფანჯრებს, თუ მწხვდებით, ჩვენი მრავალი განმეორებით ვართ განწირულები, რომ ერთმანეთს მუდმივად ავწდეთ, რომ არასდროს შევხვდეთ ჩვენს ბედს, ხომ დროის პრობელი იდუმალი სატურნი განაგებს. ის იმორჩილებს იმ ქარივით უჩინარ სტიქიებს, შეშლილ პოეტებს და ლექსებს. პოეტად ყოფნა სტიქიად ყოფნა. ამიტომაც ამბობს
საუკუნით წინ ტიციან ტაბიძე მე არ წერ ლექსებს, ლექსი თვითონ წერს, ხო? იმიტომ რომ სტიქიასავით მოვარდება და ძალიან ძნელია სხვანაირად გადმოსცეს სხვა რამე შეადაროს, ხო? საკუთარ სულში დატრიალებული ქარბორბალა, ქარიშხლები, ხო? მაგრამ მუდმივად დროის არმცნობი, საზღვრების არმცნობი პოეტები ერთმანეთისკენ შინაგანად მიელტვიან, იმიტომ რომ ნახონ ერთმანეთში სულიერი მონათესავე. თუმცა ამიტომაც ხდება ალბათ ერთი საწყისიდან რომ იქმნება ყველა ნაწარმოები ის შემოქმედებით იმპულსი საერთო, ალბათ მე ვფიქრობ ამიტომაც ხდება რომ იმ მარადიულ თემებს ზოგჯერ ერთნაირადაც კი ეხებიან ხოლმე სხვადასხვა დროით და სივრცით დაშორებული ავტორები, ეპოქის შემდეგ დაბადებული ადამიანები, იმიტომ რომ ყველა იქიდან მოდის საერთო ჯამში და ამიტომაც და თანაც ვფიქრობ, რომ ის ძალა თავად რაღაც დონეზე კიდეც განაგებს ავტორს. პოეტს არ შეუძლია სულით დაბადებულ პოეტს, მაშინ სულ მუდმივად თავის თავს უნდა ებრძოლოს. არ შეუძლია რომ ამაზე თქვას უარი, იმიტომ რომ მისი ცხოვრების გზა არის ეს და ამიტომაც არის რომ ამბობს ჩვენს ქმედებებს უცნაური ძალა განაგებს თვალდახუჭული ვემორჩილებით და გავდივართ უწვრილეს ზღვარზე. ოღონდ ეს მორჩილება თავად თავისუფლების შემცველი მორჩილება. ისმინდა და შენ ლამაზად კითხულობ და გთხოვ ეს ლექსიც წაიკითხე 34 გვერდზე. როგორ მიყვარს ეს ლექსი? ერთი ვიზიონერი პოეტის შესახებ და მინაწერი საოცარი, რომელიც გაგაკვირვებთ 1870-იანების ჩანაწერებიდან. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ირმასთვის არ არსებობდა დროის საზღვრები, ის ყოველთვის არსებობდა იქიდან. ჯერ არ შობილი ქალი პოეტი, ვიზიონერი, პოტენციური თვითმკვლელი და თავის მსხვერპლად შემწირველი, სადღაც ყოფნა არ ყოფნის მაგიურ კართან მდგომი. საკუთარ მიწიერ დაბადებას რატომღაც უიმედო მზერით დაუსრულებლად ელის. ვიღაც კი ისევე ბღაუჭება უკიდეგანო ზეცის კიდეს და გულდასმით აკვირდება ფრანგი ძმების, პოეტების, რემბოსა და ვერლენის არაფხიზელ კამათსა და ვნებიან შეხლა შემოხლას. აკვირდება ყოველივეს ისე ზემოდან და მაინც ცხადად ჩაესმის, ხედავს ამ შეშლილი პოეტების ყურის წამღები ბოდვა, დახშურის სუნთქვა და სულთა ბორგვა ერთდროულად. ერთხმად მთელ სამყაროში მაღალ ვიბრაციას იწყებს და მყისვე ყველგან განიბნევა ტალღისებურად. და მერე სადღაც უხმოდ და ჩუმად პოულობს, იძენს უნატიფესი ლექსების ფორმას. საოცრად ირგებს პოეტურ რითმებს. იქნებ მომავლის იმჯერ არ შექმნილ სტრიქონებში მთელ ხილვებს რომ იტევს იმ ვინმე ჯერ არ შობილი ქალის, პოეტის, ვიზიონერის, პოტენციური თვითმკვლელის და თავის მსხვერპლად შემწირველის, რომელიც სადღაც ყოფნა არ ყოფნის მაგიურ კართან მდგომი. თავის საოცარ დაბადებას რატომღაც უკვე ღიმილიანი მზერით სულ მოუთქმელად ელის. ანუ იცი რა დაგაფიქრებს ახლა ამ ლექს რო კითხულობ, რომ მაშინ კი მკითხე რომ ანუ მსგავსი შეგრძნება მაინც გაქვს მეთქი რომ რო წერო 1870-იანების ჩანაწერებიდან და ისე წერს რომ ჯერ არ არის დაბადებული და ის უკვე ფრანგ ცნობილ პოეტების ცხოვრებას უყურებს და თვითონაც რიგში დგას იმისთვის რომ დაიბადოს როგორც პოტენციური თვითმკვლელი. ანუ თვითმკვლელობაში ის კი არ იგულისხმება რომ სიცოცხლის ის უნდა რა ქვია, ანუ თავის პოეზიის მიმართ შეწირულობას უსვავს ხალხს, გესმის? შენ შეიძლება შენი პირადი ცხოვრება მოკლა იმისთვის რომ პოეტად დარჩე, გესმის? და ეს არის საოცრება. და იცით რა მეპასუხა? ნახევრის კომიქსები დაწერა, წინ ნახევრის. ხო. მე შევეკითხე, როცა ესეთ რაღაცას წერ, რომ სადაც სისტემატიურად აი ერთი და იგივეს იმეორებდა ხოლმე სიცოცხლის ციკლის წრეზე როგორ დადიოდა. ხო, ისევ და ისევ იბადება და სულ პოეზიაში იბადება, სულ პოეტად იბადება. და მეთქი, აი მაგისი განცდა თუ გაქვს როდისმე, რაღაცა მახსოვრობა რა თქმა უნდა არა ისეთი როგორც ახლა ადამიანის გონებას რაც გააჩნია, ის როგორ შეიძლება გახსოვდეს სულში რას ხედავდი მაგალითად სანამ დედამიწაზე შემოხვიდოდი მატერიაში და მითხრა იცი არისო მომენტიო ხანდახანო უბრალოდ აი ხო იცი როგორი ლավ აი უბრალოდ განვიცდი მაგრამ სიტყვებით ესე ისტორიით არ მახსოვს მაგრამ განცდით მახსოვს
ისე სხვანაირად არ დაიწერებოდა ეს ლექსი. ხო? ეხლა მივყვები იმას ჩანიშნულ ადგილებს, ზღვიდან რომ ჩამოვედით, ჩვენ ვაპირებდით სექტემბერში პოეზიის საღამო უნდა გაგვეკეთებინა. ზღვაზე მოვილაპარაკეთ, უკვე შეთანხმებულებები ყავით და ზუსტად მაშინ გახდა ირმა ცუდად და ჩვენ ვერ შევძელით, მაგრამ მეორე დღეს აქედან წავიდა დაწყოდა აღარ. ხო. Although Cassie never got back. ასეთი ლექსი იყო არჩეული ჩანაწერები სხვა ცხოვრებიდან. სხვა ცხოვრებიდან ბჭყალებში. ამ ცხოვრებაში არა, სხვა ცხოვრებაში. მე ვარ მოხეტიალე მწირი. რომელსაც არაფერი არ აბადიაგეს მეის, აი, იცით ვის არ აბადია არაფერი, განა ის რომ ვიღაცა ღარებეა. პირიქით, მდიდარმა იცის, ანუ შენ როცა სიმართლე გახსოვს მატერიაში, იცი რომ არაფერი არ გაბადია. არაფერი და არავინ არ გეკუთვნის. და მაგის გამო არ იტანჯები, რომ თქვათ რაღაცა არ გაქვს, ის სახლი არ გაქვს, ეს ადამიანი არ ყავს, ან შვილი არ ყავს, ან ასე შემდეგ, ხო? კლოშარიც ესეთი ყავდა და ყავდა ძალიან ბევრი პერსონაჟები, რომლებიც ესეთი მთლიანები იყვნენ, რომელსაც დამატება არ სჭირდებოდა. მე ვარ მოხეტიალე მწირი, კოსმიური პილიგრიმი. და რატომღაც ჩემს წინაშე ხელისგულივით გადაშლილი სამყარო მწყალობს. მათენ ვაღამებ უდაბნოში, მოგზაურობ დროში, ვერც კი ვიხსენებ საკუთარ მოდგმას. უკიდეგანო სივრცეებს, გზადაგზა ჭებში, ჩაღრილი მნათობების სხივებით ვზომავ. თან რომ იცის სიმართლე და თან სანამ მატერიაში ხარ, იმ მატერიაში იმ გამოცდილებას გადიხარ, რასაც ჩვენ დედამიწაზე ადამიანურ გამოცდილებას ვეძახით. ხო. იმ ნათებების სხივში ვართ. იმ ბუნებიდან გამომდინარე რა გავლენაც აქვს იმ ნათობებს ჩვენზე. არც ერთს გაურღვის, არც მეორეს, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და რა ვიცი, ესეთი ორმხრივად ყოველთვის აშუქებდა ხოლმე, იცი, საოცარი ის იყო, რომ გახსოვსნი რომ სულ გვეუბნებოდა, მე ამას არ ვაკეთებ ძალით. ეს არა მაქვს რაღაცა ჩაფიქრებული, რომ მსგავსი რაღაცა იდეა მქონდეს და მე ამ იდეას ხორცი შევესხა. ეს მოდიოდა, ეს იყო ფაქტიურად როგორც მისი შვილები, ისე ხო? როგორც მისი შვილი, ამას გახსოვს რომ გვიყვებოდა ხოლმე დაბადებაც როგორი ესეთი რთული იყო ხოლმე სანამ დაიბადებოდა, მაგრამ როცა იბადებოდა მისი ლექსი, თავისი ლექსიდან თვითონვე სწავლობდა ყველაფერს და ერთხელ ვისაუბრეთ მაგაზე, ოსტატები ყოველთვის მასე ცხოვრობენ. როცა ამბობენ რომ ბავშვი იქნება ლიდერი, ეგ იმას ის ბავშვი არ არის ხორჩესხმული რაღაცა შენგან გარეთ ბავშვი. ბავშვი არის შენგან დაბადებული სწავლება. ეს ირმა სწავლება იყო. უბრალოდ ვერ მოასწრო, სულ უნდოდა რომ ლექციები გაეკეთებინა და თავის ლექსებზე ესე ეზოთერულად გაერჩია ხოლმე. მეტაფიზიკურად გაერჩია ხოლმე თავის ლექსები და ესე ესწავლებინა. მაგრამ არა უშავს, მოვადრო და სხვები გაარჩევენ იმ მეტაფიზიკას და იმ სიბრძნეს, რაც ირმას ლექსებშია და იმ ელემენტარულ ჭეშმარიტებას, რისთვისაც ჩვენ მოვდივართ ადამიანურ გამოცდილებაში, რომ შევიცნოთ. მან შეიცნო. დავით. ეს დაგვიტყო. ხო. ნინო რამეს წაგვიკითხავ თუ ვინმეს უნდათ? ვისაც უნდა ერთი თითო ლექსი? ხო, საყვარელო. ხო. მადლობა მიხეილ. მაშინ როგორ გაუხარდა. გახსოვს ბიბლიოთეკაში გქონდა მორიგი შეხვედრა და რა მშვენივრად წაიკითხა მიხეილმა ჩემი ლექსიო. ეს უნდა გაიმაგრო. არა, უშავს გვერდზე ის აქვს და. კი.
მადლობა. სიზმარ. ბუდისტის კი ბატონო. ერთბნელ სარდაფში მოწყობილია ქვის კინოდარბაზი. მიმდინარეობს ღამის სეანსი და ეკრანზე მიედინება უსასრულო კადრების წყება. მე ვარ დარბაზში მაყურებელიც და მთავარი პერსონაჟიც. საკუთარ თავს განუწყვეტლივ ეკრანზე ვხედავ. ჩემ თვალწინ ჩნდება პირველი სცენა. ორი თვალწარმტაცი სოფლის, ვით ორი განუყრელი მშობლის. გზაშესაყართან მიუყვები მტვრიან თემშარას. გზას თითქოს ტკეპნილს და მაინც გაუკვალავს. ნაპირები საერთოდ არ აქვს. ზურგს უკან სადღაც ყრუთ ჩამესმის ჩემი სახელი. ნაცნობი ხმაა. მეძახის ოდესღაც ჩემგან წასული მამა. დავედევნები. არ ვიცი სად ვარ. გაუგნებული უკაცრიელ უკიდეგანო ველზე მამა ჩემის სახეს დავეძებ. მე მივბარბაცებ. ყოველ ნაბიჯზე მიცდება ფეხი ალესილ ქვებზე. ტალახში მძიმედ ვეცემი. დგები. წინაღობებს როგორღაც ვლახავ. მოულოდნელად მივადგები ძველი ძველ საფლავს. არავითარი წარწერა არ ჩანს. ჩანს მხოლოდ ტირე არარსებულ თარიღებს შორის. თვალს არ ვაცილებ. დაკარგულია შეგრძნება დროის. ხედავ რომ იქვე მტვერში უმოწყალოდ გდია დაფურცლული ძველი ბიბლია. მე ვიღებ ხელში. თითქოს რაღაცის გარკვევას ვცდილობ და ვხვდები რომ ერთი სიტყვის წაკითხვაც კი არ შემიძლია. ვღელავ, განვიცდი და ნაცნობი ხმა ისევ გაისმის ჩუმად, წადი, დაბრუნდი უკან. მაინც ხომ ყველგან სიკვდილია, მხოლოდ ტირიან. მაშ დაბადებაშიც ხარ მარტოდ მარტო. და ჩემ გვერდით არავინ რჩება? შენ სად ხარ? მე მხოლოდ შენში ვარსებობ. ვსახლობ სიზმრებში, ცხადშიც, ყოველთვის, ყველგან პასუხის ნაცვლად გავიგონე ასეთი ფრაზა: შეიცან თავი შენი რწმენით და თმენით. და ჩვენ შორის დუმილი ჩადგა. ისევ დავხედე მდუმარე საფლავს და უცებ ნათლად დავინახე დამტვერილ ქვაზე თავისთავად გამოისახა პორტრეტი, სახე და თარიღები. ვუმზერდი ისე დაკვირვებით იქ, შორიახლო შაოსანი მოთქვამდა ვიღაც, მიწა იყო და მიწადვე იქცა. გამომაღვიძა ჩემი სარკმლიდან, შემოჭრილმა ღამის ქალაქის ხმაურმა, უცნაურმა ფეთქვამ და საათებიც რეკავდნენ ერთხმად, რა დრო გასულა, რა დრო გასულა. რელექსია ძალიან. მადლობა მე. მიხეილ და ნინო ფილოლოგები არიან და ირმას ლექსი ცოტა სხვა სიღრმით ესმით და აფასებენ. მონახავ რამეს? მონახავ უკვე. წეგენ ახსენეთ რომ სხვერპლის შეწირვა ერთგვარი პოეტობა, ხო? რაღაც ერთგვარ სხვერპლის შეწირვას გავს პოეტობა და შეიძლება საკუთარი ცხოვრების რაღაც დიდი ნაწილს კარგავდე იმის გამო და ეს იყოს გაცნობიერებული. და პოეზია ლექსის დაბადება, ლექსის შექმნა გავს დაბადებას, ისე როგორც შვილის დაბადებას და საუკუნეების წინ გურამიშვილის სიტყვებს გაგვახსენებს, რომელიც ამბობს, რომ თავის დავითიანს წიგნს, როგორც შვილს გვაბარებს, რომ მოვუნათლოთ და რო ვკითხულობდი გუშინ ირმას ამ ლექსს, აი ზუსტად ეს გამახსენდა. პართენოგენეზს უწოდებენ. პართენოგენეზი, ანუ თავისთავადი შობა, ერთსქესიანთა შობა არის, ხო? არის როგორ ისახება ლექსი და როგორ იქმნება. პართენოგენეზს უწოდებენ სქესობრივ რეპროდუქციას. მე სწორედ მასში დავინახე პოეტების მთელი ფუნქციაც. პოეტები ხომ მხოლოდ საკუთარი სისხლით სავსე და გამთბარი სხეულებიდან აჩენენ ლექსებს. ჯერ უსუსურებს და მთელი ძალით აკივლებულებს ბაგეებს ერძის მაგივრად აბყურებენ სისხლნარევ ცრემლებს. მერამ კერდიდან იშორებენ, ახსაზე დელად აშვილებენ, აბარებენ არაფრის მქონე და ერთგულ წყემსებს შვიდ თაობამდე გასამრავლებლად. აი ასე
გააჩინა მსხვერპლის ფასად, როგორც შვილს აჩენს დედა და შემდეგ დაგვიტოვა ჩვენ რომ ვუპატრონოთ არაფრის მქონე ერთგულ წყემსებს. 7 თაობამდე გასამრავლებლად. აუცილებლად გამრავლდება. ეცით რა არის, ახლა ადამიანი სანამ ესეთი მძიმე მისიის მიმღებლობამდე მივა, იმას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს გზა საერთოდ არ არის ადვილი. იმიტომ წერს ბევრს უდაბნოზე. ეს გზა გაიარა, მაგრამ თქვენ ხო გახსოვთ რამხელა მიმღებლობაში იყო და რამხელა თავისუფლებაში, აი ერთი წამი აღარც ამძიმებდა, აღარც ეწინააღმდეგებოდა, აღარც გაურბოდა. ეს ის იყო, რასაც ემსახურებოდა და მანამდე ემსახურა სადამდესაც, არ ვიცი, სადამდესაც ეს ჭურჭელი საჭირო იყო. და ესეთი ლამაზი რაღაც დატოვა და დარწმუნებული ვარ, რომ 7 თაობაში ამას აუცილებლად შეიძლება, არ ვიცი, ასწავლონ კიდეც იცი, რომ ესეთი ქალი არსებობდა, რომელიც ესეთ საოცარ რაღაცებს წერდა. ერთ ლექს ეხლა იმდენად მომწყურდა და იმდენად აკლია ირმასავით თავის ლექს ვერავინ ვერ კითხულობდა და ძალიან მინდა რომ გინდათ ერთ ლექს თავისი და შარშა გახსოვს რა ბედნიერი თავრო პოემები პიესისათვის დაუხევდებათ უმანკო სულებს სიბრძნის მორევში ჩაძირულებს მთელი არსებით მყიფე გარსები მისლის კათქათა შლეიფებში გახვეულან აცრემლებულ ანგელოსთა მთელი დასები ერთ უჩვეულო აშემდგარი ქორწილის ღამეს და დასიზმებულ ისტორიებს ხელახლა ხსავენ ცალკე დგას სამი ოქროს თმიანი ანგელოზი პირველი ანგელოზი თვალზე ცრემლი უბწყინავს ეს იყო ხილვა თუ დამესიზმრა არც დღე იდგა და არც აღამე რაღაცნაირი ბინდის მაგვარი ნახეთ ტაძარი უცნობ კუნძულზე გედის ბუმბულზე დატეული პატარა ციცქნა აკმის ატახში გახვეული რანიტის ჯვარით ჯვარს რომ შევეხე ამომეტყვა ეს ხელის კუზე აი შეხედეთ მე ახლაც ვუმზერ და პირველი ანგელოზი დახურებს თავის მარჯვენა ხელის კუს მეორე ანგელოზი ცრემლებს იშრობს მე და მესიზმრა მეჭირა ხელში ოქროს სათითე და ოქროს ნემსი იმ ნემსის ყუნჩი უყრიდი სხივებს ზე რომ არასდროს არ ასხივებს ღამეში ბნელში მე უტიფრად ქსელავდი ზეცას უსასრულო ბეწვის ხიდებით უსასრულობის ფსურდა შეცნობდა ისე ძლიერ და მესერა ხელის თითები ტკივილისაგან კარგავდი გრძნობას ის უცნაური ტკივილის განცდა სულ თანდებს ახლა და თავს მახსენებს აი შეხედეთ ჩემს დაბნელ ხელებს ის ჭრილობები ისევ მეტყობა და მეორე ანგელოზი შლის ორივე ხელს მესამე ანგელოზი განცვიფრებული სახით მე და მესიზმრა ფარნებით სავსე სულ ერთი ციდა ღამეულ ქალაქს ზეცის მაგიურად ებურა თავზე ჭადრაკის დაფა ღიშა და ღამის კონტურებით შევსებული განათებული ფიგურები გამჭვირვალე ხელის თითები ელავდნენ როგორც მარგალიტები შავთეთრ დაფაზე განლაგებულ ლაბირინთებში იკვლევდნენ გზას და მოძრაობდნენ სულ თავისთავად მოლოდნელად ხელი დავტაცა ერთ ფიგურას სრულიად უნებურად და ჯიბეში შევინახე იგი ჩუმად სიცხვილისაგან მალავდი სახეს აი შეხედეთ ამ ფიგურას ჩემი სიზმრიდან სულ თან რომ დამაქვს დღემდე მახსენებს იმ ერთი ციდა უცნაურ ქალაქს და მესამე ანგელოზი თავისი თეთრი სამოსელის ჯიბიდან იღებს ჭადრაკის ფიგურას შავ ლაზიერს გაგრძელება იქნება და უხევდებათ გადაღილეს სულებს სიბრძნის მორევში ჩაძირული მთელი არსებით ყიფე გარსები ეს ჩემი საყვარელი ლექსია ეს ლექსი რომ მოვისმინე ეს იმდენად მისი ლექსი ისეთ ვიზუალიზაციას აჩენდა რაღაცა თითქოს შენს თვალწინ სცენარები რო ხდება ხო იცი ანუ ერთმანეთს ისე უკავშირებს ყველაფერს მიღმიერიდან ამჟამიერში თითქოს ადამიანი თავისი ხელითვე გსოვს იმ გასავლელ გზას, ბედისწერის გზას, რომელიც რო დაიბადება უნდა გაიარო. იმ სათითეთი უხილავი სათითეთი და ვინც ის იქნებ მართალია, იქნებ სათითაოს სული გსოვს იმ ბედისწერის გზას, რომელსაც მერე გაივლის
და თავიდან შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ მის სულს კონტრაქტი აქვს ესე თვითონ უნდა რომ გაევლო და რა თქმა უნდა ის ადვილი არ იქნება. მაგრამ თამაში გრძელდება. ყოველთვის გრძელდება. შემდეგი სვლა ირმასი იქნება და ისევ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. ის ლაზიერი როგორი სვლა იქნება და როგორი ისტორიით დაიბადება. ხო. აუ ძალიან ვცდილობ რომ არ იყოს რაღაცა მინორში, მაგრამ ისე გვენატრება, აი არ ვიცი, ისე მენატრება მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი მანამდე სიცხოვრებს ჩემს გულში და საერთოდ არ ავთვლი არც აი ეს სიტყვა რომ არ არსებობს, როგორ არ არსებობს, ყველგან მყოფია და ჩემში არსებობს, ყოველთვის იარსებებს. მის სიყვარულს სულ ვატარებ გულით. უბრალოდ ჩვენს ადამიანურ გამოცდილებაში ძნელია რომ გვერდზე არ ყავს, არ ვიხუტებთ მისი ხმა არ გვესმის და კიდევ ახალი ლექსი არ წერება. მაგრამ ყველა ეს ჩვენ არ ვიცით ისი არის ყველაფერი როგორც უნდა იყოს და ყოველი მომენტის მადლიერი ვარ, ყოველი მომენტის. ნინო, წაიკითხავ რამეს თუ ნახო. ერთი ორ სახესიმბოლოზე მინდა რომ გავაკეთო აქცენტი. კი ბატონო. ირმას ლექსებში ცხოვრება რამდენიმე სახით სიმბოლოთი ჩნდება. ცხოვრება როგორც უდაბნო, ცხოვრება როგორც ჭადრაკი და ცხოვრება როგორც სცენა. ცხოვრება როგორც სცენა თითოეულზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, რა თქმა უნდა. ჭადრაკში თითქოს ვიღაც თამაშობს და ერთ-ერთი სულა გაქვს, მაგრამ შეიძლება ლაზიერი იყო, მაგრამ აი ჭადრაკის ფიგურა ყარ და მაინც ვიღაც განაგებს შენს პეც, აი ასეთი განცდა. ერთი მხრივ, მეორე ცხოვრება როგორც უდაბნო, ეს ისედაც ცნობილი სახეა, იქ მონიშნული, მაგრამ თუ ნახე ხო, შეცნობის პროცესი თავისი ისტორიებით. აი, წავიკითხავ ამას. და მის ლექსებს ახასიათებს განსაკუთრებული ფილოსოფიური სიღრმე, დაფიქრება მარადიულ საკითხებზე, ყოფნა არ ყოფნის საკითხებზე, ისედაც მისი ცხოვრება თითქოს ამ ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე სიარული და ჭიდილია თითქოს, ხო? დაწყევლილი ცნობიერება. 1000 წლეულთა გადასახედი. განამხოლოდ წლებს უყურებს, 1000 წლეულებს უყურებს. მოულოდნელი გარდასახვები, უბსკრუში თავით გადაშვება, უკან მოხვედრის არ დაშვება. შეუმეცნებლის შემეცნება არაფრიდან, მუდმივი ჭვრეტა. ჩუმი და წმინდა გონების დაბინდური სარკმელებიდან, როცა ირგვლივ მხოლოდ უდაბნო და ქვიშის მტვერია. ეს მაგონებს ცნობილ სახეს გალაქტიონის ლექსიდან, ჩემი ესა როგორც ნაწვიმარსილაში ვარდი ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია. სიზმართანაც აქვს კავშირი ზუსტად სულ, იმიტომ რომ სულ სიზმრისეული განცდა აქვს და მის ლექსებზე ბარემ ამასაც ვიტყვი. მინდა აღვნიშნო როგორც სცენა, ხო? იმ სცენაზე, როგორც სცენა და როგორც გალერეა, სადაც მრავალი სახეა ერთდროულად, ერთმანეთისგან დროით დაშორებული სახეები და სხვადასხვა სახე, მე ერთიანდება ყველას ხვდებით მისი სხვადასხვა ლექსის წაკითხვის შემდეგ, პოეზიის გაცნობის შემდეგ, რომ ყველა ეს სახე ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული, ის ჭადრაკის ფიგურა ლაზიერიც, ის კლოშარი მაწანწალა ფილოსოფოსი, ხო? დერვიში, ის გეიშები, სიფრიფანა გოგონა გაორებული ჟოზეფინა და ის ნებით სავსე ქალწულები, ყველა არის მაინც თავად ავტორი. და აი ეს ლექსი მინდა, სადაც ან მის ლექსების კითხვისას ხედავ, ხილულია მისი ლექსები და ძალიან ხილვადია, თითქოს შეყავხარ, ასეც ქვია ერთ ლექს, ჩემი თეთრი გალერეა, მე წავიკითხავთ ამ ლექსსაც, სადაც თითქოს შეგვიყვანა გალერეაში და გვათვალიერებინებს უბრალოდ ყველას და ყველაფერს ერთად. მანამდე კი აი ჟოზეფინას სახე მინდა გაჩვენოთ, სადაც ამოიცნობთ ისევ ჩვენს ირმას, იმიტომ რომ ჟოზეფინაც ირმაა. ჩემს მომავალ ესკიზები მომავალი პიესისათვის, ჯერ დაუწერელი პიესის. ჩემს მომავალ დაუსრულებელი ჯერაც პიესას ყავს ჯერჯერობით ერთადერთი პერსონაჟი. უნდა გაგაცნოთ ახლოს სიფრიფანა, პატარა ტანის, გარდასახვების უნარით. ერთდროულად მასში თითქოს ორი პიროვნება სახლობს. ერთი და იმავე სახით კულისებიდან ხან ნორჩი და ცელქი გოგონა ჩნდება და ხან ასაკში შესული ქალი.
ჩემს გმირს ცოტა უცნაური და გრძელი სახელი აქვს ჟოზეფინა, სულ რომ დაფრინავს. ზოგჯერ თვალები ცრემლიანი ისე უბწყინავს, გამოუჭრია მზეზე გახევებული ფარდისგან ფრთები, გამოუბია მხრებზე და ისე შეუმჩნევლად და დახშულად სუნთქავს, ვერც კი მიხვდებით თუ ცოცხალია. შორიდან მოჰგავს ძალიან გამჭვირვალე ცვილის ფიგურას და მას რატომღაც თავი ნამდვილი თეთრი პეპელა ჰგონია, მორცხვად მოფარფატე ტანით, შეუჩერებლად რომ დაფრინავს ყველგან, მინდობილია მიწას და ზეცას. და სიზმარია მისთვის ირგვლივ ყველაფერი, თვით დეკორაციაც, სცენაც. სიზმარია მისთვის ისიც, რომ ადამიანია ცვალებადი, ცნობიერი, არსება, ორი დაბერილი ფილტვით. მაგრამ ზოგჯერ დგება წამიც, როცა ჟოზეფინა ფხიზლდება და თითქოს ეხილება თვალი და ნამდვილი რეალისტი ხდება. სარკესთან პირისპირ, თუნც არც თუ ისე, გაბედულად დგება და საკუთარ ცვილისფერ სხეულს, გალეულს, გამხდარს, ფრთებად გარდასახულ ფარდას მძიბედ, შეფარვით აკვირდება და უსწორებს თამამ ზერას და სინანულით ხვდება, რომ არ არსებობს ის ჟოზეფინა, სულ რომ დაფრინავს. საერთოდ დროში. ალბათ სადმე ვინმეს თუნდაც უცნობი ავტორის წარმოსახვაში თუ განიზომება და განიზომება მისი მყიფე არსებობა მხოლოდ თამაშით. და ისე ირგებს ჟოზეფინა თავის როლსა და განაგრძობს უჩინარ ყოფნას, სუნთქვას. ირჩევს საკუთარ აწყოს და წარსულს, უნდა შეგახსენოთ ჯერ არც კი დადგმულ, ერთობ დრამატულ მონოსპექტაკლში, ერთი უბრალო გაურებული პერსონაჟია ორი არსების როლში. და გულის ტკივილით იმასაც ხვდება, რომ ყოველივე ირგვლივ, დეკორაცია, სცენა არის მისივე ცრუ ბედისწერა, ვირტუალური საპყრობილე. ვერ გაექცევა ვერავინ ვერსად და უწოდებენ მას მარტივად სპექტაკლს და ჟოზეფინა სულ რომ დაფრინავს, უახლოვდება სპექტაკლის ფინალს. ეს მე რამდენად სვამს ასეთ კითხვას. ის, ვისაც ხელთუპყრია, ჩემი ბედი და ალბათ განკარგავს გულგრილად, მაინტერესებს, ნამდვილი შემოქმედი თუ ერთი სასტიკი და უბადრუკი დრამატურგია. ცხოვრებაზე დაფიქრება, ცხოვრება როგორც სცენა და ჟოზეფინა გაურებული გოგონა, ხან სარკეში ჩახედვისას ქალი. ეს სარკეში ჩახედვაც და სარკეების სახეც არ არის შემთხვევითი არც ირმას პოეზიაში, ისე როგორც ცნობილი სახეა სხვა პოეტებთანაც ერთგვარი მოდერნისტული ნაკადია, სარკეების სიმბოლიკა. სარკეები, ორეულები, აჩრდილები და შეშლილი პოეტები. ეს ცოტა ადრე აქვს დაწერილი, თუმცა იქამდესაც მივიდა, რომ თვითონვე გსოვს იმ თავის ბედისწერას. კი, აქ ჯერ ფიქრობს, ვინ არის ის, ვინც განაგებს ჩვენს ცხოვრებას. ხო, ისი არ წავიდა აქედან, რომ არ ეპოვა. დიახ. თავად. ირმას პოეზიაში კიდევ ნინო, თუ შეგიმჩნევია, რამოდენიმე ლექსში აქვს ესეთი ფრაზა გამოყენებული. და არც დღე იყო და არც ღამე. კი, ეს ზმანებაში ზმანება, ანუ ზმანება, იცი, სადაც მედიტაციურ მდგომარეობაში, ანუ ტრანსცენდენტული მდგომარეობა, არც ერთი არ იყო დროსა და სივრცის მიღმა, მდგომარეობიდან წერდა რაღაცებს. ხო. და მაგ დროს ვდგებოდი და მაშინ მოდიოდა ხო, არა, მე რასაც აღწერდა, ხო, თვითონ შიგნით ლექსში აღწერს, ისეთ მდგომარეობას აღწერდა, რომელიც არც ღამის 3 საათი იყო და არც დღის 3 საათი, ანუ იქ საერთოდ საათი არ არსებობდა. აი, აბსოლუტური ზმანება იყო ტრანსცენდენტული გონების მიღმა გასული. არა? კი, წინღვიწი. მეცადე რაღაც მქონდა მაგაზე. ჩვენ ის გვაქვს მომზადებული. ჩართეთ ხო რა. სანამ ლექს ნახავ ერთ ფრაზას ვიტყვი მარტო, აი რაც წეღან თქვი ზუსტად იმის საილუსტრაციოდ. საერთოდ არ მძინავს და მაინც სულ სიზმარში ვარ. გახაზული მაქვს. ჩემი თეთრი გალერეა და გონებაში ეს უკვე იყო. ქვიშიანი სანაპირო, უცნობი ქალი, ფეხში შველა ნელა მიუყვება და ტკბება ზღვის წამტაცი პეიზაჟი. სულ ქვიშაში შეამჩნევს უცებ, სტროფებით სავსე, ქარით გაფანტულ ფურცლებს, სათითაოდ აიტაცებს და ისე ახტაცებით ააჟღერებს ყოველ ლექსს, თითქოს იწევდეს უხილავ მუზებს, უსმენ და ასე ჩამესმის ეს ლექსიც. და ჩემი თეთრი გალერეის მთავარ დარბაზში ცოცხალია ყველა ექსპონატი, მოძრაობს ხან კი დადის,
აი მაგალითად, სიქსტის მადონას მეექვსე თითი ძალიან ხშირად ხდება ჩარჩოდან და მარმარილოს იატაკის ძველ ორნამენტებს ფუნჯივით ფერავს, ან და სირანო დე ბერჟერაკის ცნობილი ცხვირი დაიარება ირგვლივ ქონდრის კაცივით, ყველგან პოზირებს, ხარხარებს და მწარედ დასცინის სხვა სახეებში ნატიფ პროფილებს. დარბაზში არის თვით სალვადორ დალის ჩარჩოში მჯდარი ულვაშის უნიკალური ეგზემპლარი. ის ყოველ წამში იპრეხავს თავის ბოლოებს და ბოლომდე იკვრება რკალი. მერე ულვაში ისევ იშლება და უბრუნდება მდგომარეობას საწყის. და კიდევ ერთი ექსპონატი. კედლის სარკიდან მომზირალი შუახნის ქალი, მეტად გრძელი სახის ოვალით. ის ცალი-თვალით ბრმა არის. სრულიად გამქრალი აქვს სახიდან ერთი თვალი. მის ადგილას ქალი, შავი ფანქრით, უნატიფეს კონტურებს ივლებს. შეუჩერებლად იქვე იხატავს უნაზეს წამწამს. სახეს თითებით ეხება და თანაბრად ინაწილებს ჩრდილებს. თან გამუდმებით გაიძახის ერთადერთ ფრაზას. მხოლოდ ამ სიტყვებს ველოდი ამწამს. ჩემს გალერეას ამშვენებს დარბაზის ცენტრში მდგარი ხის ცარიელი მოძრავი სცენაც. ყოველგვარი მსახიობების გარეშე თავისთავად აცოცხლებს ამ დრომდე ჩემთვის ყველა დაწერილ და დაუწერელ პიესას, სპექტაკლს და მდუმარებას სცენის მთავარი და ერთადერთი მოქმედი პირი თავის ამ ყოფილს არავის უთმობს, არ ეკარება მას არც ჩრდილი და რატომღაც ჩემს საგანძურს მთავარს, ჩემი ფიქრების თეთრ გალერეას, ცოცხალ დარბაზს. დღემდე უცნობს არც არავის სტუმრობს ჩემს გარდა და სხვა შემფასებელი არ ჰყავს. ახლაც ცოცხლდება გონებასი სიუჟეტი ჩემთვის კარგად ნაცნობი. მე თურმე ასე ვხვდები სველ ქვიშაში უკვე ნაპოვნი იმ 1000 ლექსის ერთადერთი ავტორი 2018 წელი. შეფასებულია. როგორი ის არის? პატარა პიესაში არის, სუფთა პიესაა რა. მარანჯანოც ასე იყოს გადაიჭრა. სცენაზეა, სცენაა მაგისთვის შემოქმედება. მარანჯანოც სოციალურ ყოფილი ყომა დაგა. აი პიესაა რა. ასეთი ნატიფი ელეგანტური აღწერა რა. და მე რეგულის წყვეტა სავით ბოლოს. შემფასებელი თეთრ გალერეაში მარტო თავად არის. ხო. კი, საბოლოოდ. პროფესია ფილოსოფია იყო. იცით რა არის ეხლა ჩვენ აქ იმდენ რაღაცეებზე გვაქვს ნასაუბრები. იცით ზოგჯერ გულის წყვეტა ის კი არის რომ საერთოდ არავის არ ესმის შენი და ვერანაირად არც გაჟღერდა მისი ლექსი და ვერც მოგისმინეს და ვერც გაიგეს. ვერასოდეს ვერ გაიგებ ირმაში თვითონ ის ემოცია რა ემოციაც ქონდა ამისი ამ მდგომარეობაში იმას ვერასდროს ვერავის ვერ გაუზიარებ ძალიანაც რომ გინდოდეს. შეიძლება ადამიანურ გამოცდილებაში გული გწყდებოდეს, გინდა რომ რაღაცნაირად, მაგრამ მე გესმის რომ სათითაო ადამიანი არის უნიკალურობა. და იმ უნიკალურობაში როგორ ხდება იმ ლექსის აღქმა, ზუსტად ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. და ეგ არავის არ ესაქმება და იმიტომ არის ეს სამყარო ესეთი უნიკალური ამ მრავალფეროვნებაში, რომლის ერთ-ერთი მარგალიტი ჩვენი ირმა იყო. ერთ ლექსს კიდე წავეკითხავ თქვენი ნებართვით თუ არ შეგაწყინეთ თავი. ხო იცით როგორ უყვარდა ეს რეალისტური ფანტასმაგორია რა სერიები ქონდა ამაზე დაწერილი. ჩემი საყვარელი არის მეხუთე. ჩემი სხეულის უხილავე ორეულის წამიერი შეხების განცდა, გონებას გასცდა. ცრუ შეგრძნებათა უსისტემო ლაბირინთებში, ვიღაცა თითქოს მოდის სინთეზში, დანაწევრებულ საკუთარ თავთან. ცივი გონების დახშულ წიაღში შემოჭრილია უსასრულო თეთრი წვდიადი და მეუფლება უცნობი განცდა, რომ ხვდები ვინმე უცნაური გამრიგე არსთა, ვესაუბრები ცარიელ სივრცეს და გამოგონილ პერსონაჟთა, განუყრელ ტანდემს, დღესა და ღამეს, სჯერ შეუცნობელ სიზმრებში ვამწყდებ. ჩემი სხეულის უხილავი ორეულის წამიერი შეხების განცდა, გონებას გასცდა. ესე იცი, აი, იმ რაღაცა ეფირულ სხეულთანაც აქვს, გესმის, ის გონების მიღმიერი გამოცდილება.
ეს როგორ შეიძლება ვინმეს გაუზია, რომ ეს ბოლომდის მას ეკუთვნოდა და მისი დარჩევა. არც ძილი და არც სიფხიზლე, არც ძილი, არც ღვიძლი, არც რეალობა, უზეოღამე, ზიანი გამოსნობა. არც კი ბატონო. და ეს მყოფა ჩვენ თქვით რომ ხო თვითონვე ამბობს რომ არ მძინავს და მაინც სულ ძილში ვარ, სულ ანუ რაღაც თვალღია სიზმრის ხილვა, თვალღია სიზმრის ყურებაა და ეს მედიტაციური მდგომარეობა ნებისმიერ პატარა რუტინულ ყოფაშიც რომ აქვს, ამის საუკეთესო მაგალითია ჩემთვის ეს ლექსი, სფუმატო კონტურების გადღაბნა, გარბილება, გაბუნდოვანება. ადრიანის საღამ, ღია კაფე. მე მაგიდასთან ვსვამ ყავას მარტო, არც მზე მათბობს და არც სიცივე მაკრთობს, არც ქარია, არც წვიმს და არც თოვს. ფინჯანში ისახება ჩემი ნიშანი ზოდიაქოს, გადაღაბნილია ყველა კონტური, შორსა თუ ახლოს. ყველგან სფუმატო. უეცრად მზე რა აწყდება ერთ გალერეას უზარმაზარი პლაკატით, ან ფასი, სრული, ლეონარდო. და ჩემთვის ახლა სულ ერთია, რომ ამ ქალაქს ამჟამად არც მზე ათბობს და არც სიცივე აკრთობს, არც ქარია, არც წვიმს და არც თოვს, მხოლოდ სფუმატო. მხოლოდ ეს ლიბლივი ყოფნასა და არ ყოფნასა, ამ ქვეყნიურს და იმ ქვეყნიურს, მიღმეურს და რეალურ შორის, სულ ეს ზედაპირი. შეიძლება კიდე თუ ძალიან არც ლეონარდომ შემოიტანა თავის იმაში, რა ქვია, ხელოვნებაში და ანუ იმასთანაც დაკავშირებულა იმ მომენტში ირმა როგორც აღიქვავს სამყაროს ბოლომდის ის არის როგორც ხატავდა ლეონარდო. გესმის განსხვავება არ არის? ხო. ხო. თუმცა ეს ფრაზა თქვა რა, როგორი დედაც მინდოდა, როგორცაც ნატრულობდა, ისეთ შემო. თითქოს ჯერ თვითონ იყო და მერე დედა შეხვდა წარმოიდგინე. ვაუ. დედა შეხვდა. გიგასაც იმან ადმე. მერე შეხვდა. ნაფიქრალი მქონდა უკვე. გიждდებოდა ხო დედას ძალიან უყვარდით. ესეც გადადებული ქონდა. საერთოდ და ისე. დედა როგორც მინდოდა ისეთი შეხვდა. საოცარი ხმაქონდა. აი ქუჩაში რო დამყავდა ხო, ყველა ყურადღებას იქცე. ყველას ყურადღებას. პატარა ხო? პატარა მე კლოში კაბაეცო ბორდოს ფერი. ხო და ძაღლი ყავდა ჯიბის ძაღლი. და იმას ხერხი ეჭირა, იმას ის თოხი და ერთი კაცი მიძახის, ნეტაო ძაღლს მიყავს ეს გოგო თუ გოგოს მიყავს ძაღლი. ორივე პატარები რო ერთმანეთი მიყავდათ ხო? მოსაყვარლეს. ჩემთვის უკვინა ამ ძაღლმა. ისე ერთი კაცი და სამხელა იყო იცა. დამე კიდე მოგვეყევით ბავშვობაში ირმაზე. ოხ ისეთი. როდეს დაიწყო ლექსების წერა? ბავშვობის ხო. და ის ნაძიხეს უყურებს და რა კარგი ნაძინანიაო, რა კარგი თოლის ბაგიაო. ხო. აი ეს თქვა. წილი ნახევრის ბავშვი. და დაწერა ლექსად გარეთმა. საერთოდ აი პოეტური როდის გახდა, იცი, პიონერთა სასახლეში დადიოდა ხატვის კურსზე რა. ვიღაც ბიჭმა წერილი მიუგზავნა სიყვარულის რა. და აი იმ დღიდან შეიცვალა და დაიწყო ლექსების წერა. არა, პატარა კაცი. საინტერესოა ის წერილიც როგორი იყო. აი სერიოზული წერა დაიწყო მაგ პერიოდში. ვაუ. სიყვარულმა და ადამიანის პიროვნებად შეიცვალა რა. ეს თითქოს გაიზარდა ოინერტი. უცებ იმერცი მომენტი. არა 14 წლის არა, ჩვენ ხო წავიდით 14 წლის რო იყო მაშინ დაწერა ლექსები და 12 წლის. რაც რო იყო მაშინ ის მაქვს ის. ხო. უნდა პატარა ბროშურა მაინც გავაკეთოთ მისი ბავშვობის დროინდელი ლექსებიც რომ იყოს ხო? ეს ძიძის რო დაწერა ლექსი. 6 საათი იყო. ნელი ტრეზერნელი. და უცბად. გავიგრძელი და ახაც მახსოვს თქვენი დამოდეგის დღე ხდებაო.
6 საათზე დაწერა ეგრეთ. ძალიან საინტერესო ისინი აქვს ჩანახატები პროზის სახით და ერთ-ერთი პატარა აბზაცი მინდა რომ წაგიკითხოთ. და თუ მართლაც სიკვდილის გზა არა არის ვარდისფერ გზის გარდა, უკვდავების გზის გარდა, ჩვენ ყველანი მარადისობის თანაზიანნი ყოფილვართ. მაშინ ამ ქვეყნად არსებობა, სიცოცხლე და მისი თამდევი სიკვდილიც თავისთავად უკვე სასწაულია. არ ვიცი ამაზე მეტი რა ვთქვა. ლუჯი მისტერიები წავიკითხე და მე ჩვენი slide show გავაკეთოთ რა. ლურჯი მისტერიები. მე ყოველ ღამე ვაკვირდები ემბრიონის საკუთარ პოზას და როცა ოდნავ დაბინდულ თვალებს ამღვრევს უცებ იდუმალების სველის სილურჯე, ხვდები თურმე არ გავარ მოკვდავს სიცოცხლეში ერთხელ რომ კვდება. მე ყოველ ღამე მეზმანება ჩემი სნეული და კანცული უცხო სხეული. წყდიაჩი ცოცხლად იფერფლება, უკვალოდ ქრება. მე მეზმანება დამძიმებული სულის ჩუმი გარდაცვალება, მოჩახცახე ღამესთან ერთად. ვერთით აღსგება უკვდავი ღამე, ო ისე მალე. ჩემზე ორსული, ჩემს ჩანასახს გამჭვირვალე მუცლით ატარებს. აკიუნებული გულის წასვლამდე ელოდება განთიადის პირველ ნათებას და პირველ წამებს, ჩემს ახალ სხეულს, ეულ არსებას, ზედრომ დაადნეს. მე ვიბადები ცისკართან ერთად, ო ისე ადრე და ყოველ დილით შევიგრძნობ ვხედავ ჩემს თვლემარედას დასრულ სახეს, ახალ შობილის ღიმილი დავმანკოება, მალულად როგორ დასთამაშებს. მე ისევ ხვდები, არ გავარ მოკვდავს, ჩემი მრავალი დაბადებით, გარდაცვალებით სულაც არ ხვდები. 100,000 ჯერ განვიცდი ასე მეტამორფოზას, ამიტომაც ნურასოდეს მიწოდებთ მოკვდავს. 2017 წელი. ლურჯი მისტერიები. თქვენ მე დავასრულებ მეც. ერთი ის წაკითხვა მინდა კიდე შეიძლება და რა თქმა უნდა. სანამ ამას წავიკითხავ, მხოლოდ ნაწყვეტებს ძალიან არ შეგაწყვეტ თავს, უბრალოდ ვახსენეთ წეღან რომ მრავალი პერსონაჟი ყავს და ის პერსონაჟი რო არ ვახსენო ცოტა მეტად რაღაცნაირად რატომ ვახსენებ? იმიტომ რომ თავად არის ეს პერსონაჟიც, ამ პერსონაჟის შემქმნელიც, ერთიც და მეორეც. თავიდან ანუ აქვს მთელი ციკლი ამ კლოშარის სახეზე შექმნილი ლექსების, როგორც ახასიათებს ხოლმე და არის ლექსი ერთ-ერთი ჩანაწერი, აქედან მხოლოდ ნაწყვეტებს ვიტყვი. ისევ კლოშარი ცნობილი მაწანწალა და კლავაც ჩემი მეგობარი, დაძონძილი და შეუზღუდავი დროში, ისევ დროში შეუზღუდავი. ოდესღაც იყო მარტო არა. მე აქეთ კიდევ რაზე ფიქრობს, ხო? ნეტა რაზე დგას მთელი კოსმოსი, ან ზეცა, ან მიწა. ან და მართლაც და რა იმალება შეუცნობელი კეთილისა და ბოროტის მიღმა. და შემდეგ სხვა ლექსში გვეუბნება, რომ თავად არის ეს კლოშარი, ჩანაწერები სხვა ცხოვრებიდან, თან სხვა ცხოვრებიდან. მე ვარ მოხეტიალე მწირი, კოსმიური პილიგრიმი და რატომღაც ჩემ წინაშე ხელის გულივით გადაშლილი სამყარო მწყალობს. ვათენ ვაღამებ უდაბნოში, ცხოვრება როგორც უდაბნო ისევ. მოგზაურობ დროში, ვერც კი ვიხსენებ საკუთარ მოდგმას. უკიდეგანო სივრცეებს გზა და გზა ჭებში ჩაყრილი მნათობების სხივებით ზომავ. და ერთი ლექსი დამორჩა. ნეტავ თუ მართლა შეირყა და შეზანზარდა მთელი დედამიწა, როს დანისული უფსკრულის პირას მოხეტიალე მარტო, კოჭლი, პოეტი, გენიოსი, დაღლილობისგან წაბარბაც და ჩაიკეცა, ხელი ჰკრა ხელჯოხს, ორივე ფეხს დაეყრდნო, წამოდგა და მიწას სნეული ფეხი გადმეტებით დაჰკრა. ამ დროს ბაგეებს მოსწყდა ლექსის სტრიქონი ფრაზა, გადაიქცა ექოდ და მან საბრალომ გზა კოჭლობით განაგწო შემდგომ. და რა ერქვა ავტორს, ბაირონი, ტატო, თუ რემბო, თუ ირმა თხინვალელი, რომელიც გვიყვარს და ყოველთვის გვეყარება და ყოველთვის ჩვენს გულებში გააგრძელებს სიცოცხლეს და არსებობას.
2017 წლის 4 ნოემბერი. მიყვარს იმიტომ, რომ გავიცანი ხათუნა. 2017 წლის 4 ნოემბერი. აი სწორედ რომ ისე მომწერთ. ხო. ერთმანეთი მომწერთ, მე დაიწყო და მადლობელი ვარ ამისთვის. ერთი ნახვით რო იგრძნობ, რომ ეს მართლა ემოციურად ისეთი რაღაცა მაკავშირებდა, რომ მე ვთქვი, რომ ამ ადამიანს ხელს არ გაუშვებ, იმიტომ რომ რაღაცეები გამიღვიძა, ისეთი რაღაცა ძალიან ცოცხალი რაღაცა იყო. და აქამდე არ ყოფილი, არ ნახობ. ხო და მეორეც რომ მივედი, ჯერ ეს არ მიცნობს და ყავა ფინჯანიო მიირთვითო, ისე თქვა უცნობი ადამიანია მაინც, ხო? ანუ როგორი ისეთი უშუალო ეგ არ გამავიწყდება. პოლიციის თავზე ვდგავარ და დღე და ღამე ტერასებზე გადმოგვიდის აბრეშუმის უზარმაზარ მოსასხამს ვქარგავ. ჩემს ძვირფას ფერად მანტიას, სულ სუბერავს დაცოცხლებს ბობოქარი ქარი და ხან მაღლა ცისკენ მიაქროლებს, ხან კი ისევ აკრავს ქვიშიან ქალაქს. მე მთელი ძალით ვერ გავჭები, ჩემ მოძრავ ცოცხალ სურათებს და თან მივყვები აღმა თუ დაღმა, ოთხივე მხარეს. ხანდახან ჩემი ცისინათობები ძირს დედამიწაზე ეშვებიან, უცნაური პირამიდები კი ძებნულებზე წვანან. ხან ღრმად ფესგადგმული დიდრონი ხეები იკვრებიან რკალად და თავდაღიად განან, ძლავრი ტოდებით იღუტებენ უდაბნოს ქალაქს. ხან გალერების საომარი ფლოტი ადის მაღლა და დაცურავს ბროლის გუმბათებს შორის. ხან კი რთულემარე აქლემების კარავანი ოლივლიე ზღვის ზედაპირზე ეშვება და იწევა ზამთარ. ერთ-ერთ სურათზე მე შენს ხედავ და საკუთარ თავსაც. შენ ხავერდოვანი უსკრულის შორეულ კიდეზე ჩნდები. ძლივს აღწევ შენამდე ჩემი მზერა და მაინც შენი სუნთქვით მეშგინდება თმები. ჩვენ დაშორებული უბრალოდ ხოთ ეკვებით ვსაუბრობ. ჩემ მაგივრად უნაზესი ფსიქი აგიხება ფრთები და ჩვენ ერთ უხში შერწყმულ ეკვებს, რაც მესამე სხვა იმეორებს. შემდეგ სურათზე წმინდა მდინარეში დავცურავ ლაღად. ჩემი აბრეშუმის მანტია ციმციმებს წყალზე და მთლიანად მეხვდება ტანზე. მე მას კანიანად ავიგლეს და მუჩი მოვიქცე უცებ და ხელის გულზე თავისთავად აბრიალდება მაგიული ცეცხლი. წმინდა მდინარეს შეერევა ფერფლი. მე უდაბნოში ისევ დაკარგული დროში, როგორც აკროპოლისის თავზე ვდგავარ და ტერასებზე გადმოქმედილ ჯადოსნურ მოსასხამს ვქარგავ. სიუდა მომიწვა მთლიანად, მას შემდეგ კეთროვანივით არც არავინ გამეკარა. არ შემიცუბუქა ტვირთი, სულ პირიქით. ერთი ციდა ქოთნის სამყოფი მიწაც კი არ გაიყიდა, არ გაიმეტეს ჩემთვის ერთი გროშიც. ძლიერ დავბრუნდი, გზას განვაგრძობდი, გამრავლებს მიწას უსასყიდლოდაც ვთავაზობდი, თუმცა ამაოდ გავისაძვი და წვიმაში კარში უცებ დაეშვა ღამე. მე სიგნელისა მეშინოდა, ხო და უფრო დამძიმდა ჩემი ტვირთი, გაქვავდა მიწა. ვერ ვიშორებდი ტანიდან, კანს შეეზარდა თითქმის და მდიოდა სისხლიც. ზურგი დამქონდა ახლა უკვე ვეება ლოდი. კანს გაწყვეტილი არ მახსოვს რატომ და როდის, ცხელ უდაბნოში მოვხვდი. უღონობისგან მუხლებზე დავეშვი და ვეღარ წამოვდექი ფეხზე. გზას განვაგრძობდი ფორთხით, მერე კი გავშეშდი და სრულ მდგომარეობაში მყოფი, თავადაც გავხდი ლოდი. მომიახლოვდა ვიღაც უცნობი მედიდური პოზით. ზერამესროლა ბასწრი გამჭოლი და უცებ პირდაპირ მითხრა, იცი რა დიდხანს მოყვებოდი, გაგვირდებოდი, შეხომ თანდათან იცვლებოდი და ამასობაში შემიყვარდა მე ქალი ლოდი. ვეღარ გაუძერი ლოდინს და ჩემს თავს მივეცი სიტყვა, რომ ამ წამიდან ჩემი გახდები. შენ ბუმბულივით ჩატეს, ხელში აგიტაცებ, შეგისვამ ზურგზე და აგიყვან მაღლა მწვერვალზე სადმე, სურს აღარასოდეს არ გასრულდეს ჩვენი სავალი გზები. ერთად დავიძინებთ, ერთად გავიგუძებთ ჩვენ ორნი, მე სიზიფე და შენ ქალი ლოდი. მიყვარხართ ყველას დაგლოცავ ბედნიერებას, სიხარულს გისურვებ და აი მინდა რომ ეს ჩემი დიდი სიხარული იმხელა რომ ვერ ეტევა და აი თქვენ გაგრძნობინოთ. ძრო. ემოციებს ვერ ვიქნებ ასე რომ დიდი მადლობა უგმეს. მოდი აი ამას წავიკითხავ. ლურჯი მისტერიები. მე ყოველ ღამე ვაკვირდები ემბრიონის საკუთარ პოზას და როცა ოდნავ დავიგდულ თვალებს
ამღვრევს უცებ იდუმალების სველისი ლურჯი. ხვდები თურმე, არ გავარ მოკვდავს სიცოცხლეში ერთხელ მოკვდება. მე ყოველ ღამე მეზმანება, ჩემი სნეული დაქანცული, უცხო სხეული, წვდია ციცოცხლად იფერფლება, უკვალოდ ხრება. მე მეზმანება, დამძიმებული სულის ჩუმი გარდაცვალება, მოცახცახე ღამესთან ერთად. კუდრეთი დაღდგება უკუდავი ღამე, ოისე მალე, ჩემზე ორსული, ჩემს ჩანასახს გამჭვირვალე მუცლით ატარებს. აკივლებული გულის წასვლამდე ელოდება განთიადის პირველ ნათებას და პირველ წამებს, ჩემ ახალ სხეულს ეულ არსებას, ზედრომ დაადნეს. მე ვიბადები ცისკართან ერთად, ოისე ადრე და ყოველ დილით შევიგრძნობ, ვხედავ, ჩემს ფლემარე დასლულ სახეს, ახალ შობილის ღიმილი და ომანკოება, მალულად როგორ დასთამაშებს. მე ისევ ხვდები, არ გავარ მოკვდავს, ჩემი მრავალი დაბადებით, გარდაცვალებით სულაც არ ხვდები. 100,000 ჯერ განვიცდი ასე მეტამორფოზას, ამიტომაც ნურასოდეს მიწოდებთ მოკვდავს.